თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილის, ჯაბა ებანოიძის და ქართულ ბანკის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული სხვა მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, ხოლო ჯაბა ებანოიძის, რომან ჩხენკელის, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძის და ნიკა მელიას მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნულ პირებს არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია და დაკითხვაზე გამოცხადდნენ, ამიტომ არ იყო აუცილებლობა, რომ სასამართლოს მათთვის პატიმრობა შეეფარდებინა. ეს გადაწყვეტილება არ შეეხო ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები. ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული საქმიანობა, ქმედების ხასიათი, ახალი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლის და სასამართლოსთვის თავის არიდების საფრთხე. ასევე ის, რომ ჯამბულ ებანოიძეს, რომან ჩხენკელს, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და ნიკანორ მელიას არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია და დაბარებისთანავე არაერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში.